როგორ დაიწყო საქართველოს ოქროს ხანა. 1121 წელი. 12 აგვისტო. საქართველოს ისტორიის ყველაზე მძიმე და ამავდროულად ყველაზე დიდებული დღე. მტრის კოალიციური ლაშქარი ჰორიზონტს ფარავდა. მათი რიცხვი 300,000 აღწევდა. ქართველთა ჯარი კი 5-ჯერ ნაკლები იყო. ლოგიკით ჩვენ უნდა დავმარცხებულიყავით. მაგრამ დავით აღმაშენებელმა გამოიყენა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამხედრო ხრიგი. ბრძოლის წინ 200 ღალატს შემდგარი რაინდი შვიდად დაიძრა მტრის ბანაკისკენ. სელჩუკებს ისინი მოკავშირეები ეგონათ და რიგები გაუხსნეს, სანამ რაინდებმა ხმლები არ იშიშვლეს. ამან მტრის ბანაკში სრული ქაოსი გამოიწვია. პანიკა მოიცვა უძლეველი არმია. დიდგორის ვიწრო ხეობამ კი მათი რიცხობრივი უპირატესობა საკუთარ სამარეთ აქცია. ეს იყო ძლევაი საკვირველი, ბრძოლა, რომელმაც არამხოლოდ გადაგვარჩინა, არამედ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ოქროს ხანას. დიდგორი გვახსენებს მთავარს, როცა ერი ერთიანია და გონიერი შეუძლებელი არაფერი.